Კულტურა ირჩევს ევროპას ამ განაცხადით კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა და მზაობა, მონაწილეობა მიიღონ ევროპის დღისადმი მიძღვნილ აქციაში. ევროპის მარში ხვალ 9 მაისს გაიმართება და სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები შეუერთდებიან. თბილისში მსვლელობა ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან დაიწყება და ყველა მათგანი თავს ევროპის მოედანზე მოიყრის. ეს იქნება მოქალაქეების გზავნილი ევროკავშირისთვის, რომ ოცნების რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი უცვლელია. ნანო ჩაკვეტაძე ესაუბრა მსვლელობაში მონაწილე ჯგუფების წარმომადგენლებს და ხვალინდელ გეგმებზე უფრო ვრცლად გაგვაცნობს. დიახ, ხვალ 9 მაისს ევროპის დღეს თბილისის ქუჩებში ისევ მასობრივი საპროტესტო მანიფესტაციებია დაგეგმილი. 9 მაისი ეს ევროპის დღეა და სწორედ ევროპის დღის გარშემო გაერთიანდებიან ხვალ განსხვავებული ასაკის, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულების მქონე მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი და მათი შვილების ევროპული მომავლის დასაცავად, როგორც ამას თავად ამბობენ, ქუჩაში გამოდიან. საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია ხვალინდელი 9 მაისის საპროტესტო მანიფესტაციები. დასაწყისშივე გეტყვით, რომ ძირითადად მოქალაქეებს შეკრების 4 ადგილი აქვს შერჩეული. საღამოს 5 საათზე ამ 4 ლოკაციაზე დაიწყებენ მოქალაქეების შეკრებას და შემდეგ უკვე ერთი კონკრეტული მიმართულებით დაიძრებიან და დღის მეორე ნახევარში საპროტესტო აქციაც იმ ლოკაციაზე გაიმართება. გეტყვით, რომ შეხვედრის ადგილი შემდეგია. პირველი ადგილი ეს იქნება საღამოს 5 საათზე სტუდენტები და საჯარო მოხელეები დაიწყებენ საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან შეკრებას. ასევე საღამოს 5 საათზე უკვე ხელოვანები დაიწყებენ შეკრებას მარჯანიშვილის მოედანზე და იქედან დაიძრებიან მსვლელობითა და მარშით. ისევ საღამოს 5 საათზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთი ადგილი შეკრების მოქალაქეებისთვის ეს იქნება ავლაბრის მეტრო. გეტყვით, რომ 4-ვე ლოკაციიდან დაძრული ინტერესთა ჯგუფები, მარშის მონაწილეები უკვე მსვლელობით დაიძრებიან ევროპის მოედნისკენ და სიმბოლურად საპროტესტო აქციაც უკვე დამაგვირგვინებელი საპროტესტო აქციაც ევროპის დღეს სწორედ ევროპის მოედანზე გაიმართება. ხვალ არის ევროპის დღე, ცივილიზებული სამყაროს დღე და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთად და რაც შეიძლება ბევრმა ხალხმა რომ კიდევ ერთხელ სამყაროს დავანახოთ, რომ ჩვენ ცივილიზებული საზოგადოების წარმომადგენლები ვართ, იკრიბებიან კულტურის წარმომადგენლები, იკრიბებიან მარჯანიშვილის მოედანზე საღამოს 5 საათზე, 17 საათზე და მერე სულ ყველა ერთად ევროპის მოედანზე აი აქ შევხვდებით ერთად და აღნიშნოთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. ნებისმიერი სფეროსათვის, როგორც ჩვენი სფეროს, ასევე ნებისმიერი სხვა სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სოციალური კეთილდღეობა, რომელიც არის ის мотиваცია, რატომაც მივდივართ ევროკავშირისკენ და რატომაც ვისწრაფით იმისკენ, რომ გავხდეთ ამ ოჯახის წევრები. რადგან სხვა შემთხვევაში სოციალური თანასწორობა, კეთილდღეობა ამ ქვეყანას არ ელოდება უახლოესი მომავალი. თავისუფლების შეზღუდვა მიუღებელია თავისუფალი საზოგადოებისთვის, კულტურისთვის, ხელოვნებისთვის. და სწორედ ამ იდეით ვუერთდებით ევროპის მარშს ევროპის მოედანზე. გელოდებით ყველას. ხვალინდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, სად არის ჩვენი ადგილი. ჩვენი ისტორიული არჩევანია ევროპა, ჩვენი დღევანდელი არჩევანია ევროპა და ამის კიდევ ერთხელ სათქმელად, შესახსენებლად ერთმანეთისთვის, თვითონ ევროპისთვის და ასევე იმ ხალხისთვის, ვინც ამაში არ გვეთანხმება, ჩვენ ვიკრიბებით ხვალ 9 მაისს 19 საათზე ევროპის მოედანზე. ევროპის დღე არის საქართველოს დღე. ევროპა ეს არის საქართველო და მართლაც ეხლა ეს გაცვეთილი სიტყვებია, მაგრამ ჩვენი ფასეულობებით თავიდანვე ყოველთვის ჰქონდა შინაგანი მზაობა და ნება და ჩვენ თავს გვგრძნობთ ევროპის ნაწილად. ძალა ევროპაშია, ეს არის ხვალინდელი საპროტესტო მანიფესტაციის სახელწოდებაც, გზავნილიც მთავარი, რომლის გარშემოც გაერთიანდებიან ამ მარშებისა და მსვლელობების მონაწილეები, რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები, სტუდენტები, ხელოვანები, მოკლედ ყველა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად უკვე რახანია დგანან ქუჩაში, ხვალაც გამოვლენ ამ საპროტესტო მანიფესტაციაზე. 4 ლოკაციიდან დაიძრება მსვლელობები, მარშები, როგორც გითხარით და სიმბოლურად საბოლოოდ უკვე დღის მეორე ნახევარში შეკრების ადგილი იქნება სწორედ ევროპის მოედანი. 9 მაისს ევროპის დღეს რასაკვირველია, წელსაც ტრადიციულად აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრები ელოდებიან ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს ექსპო ჯორჯიაში ხვალ დღის პირველი ნახევრიდან.